OG Nasi Charlie Pizza OG Hara biçemem Nasi Jobs'em Çeçemi sultan Para setim devzo Çatar kidamento შეაჩერებს მერაბ დვალიშვილს, რას ამბობს დაფინიშებული ბუ, გაუგნებული განავაითის გეგმები და დვალიშვილის ოჯახის რეაქცია. ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსმენამდე არ დაგავიწყდეს ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. დავიწყოთ რა თქმა უნდა UFC-ს 316-ით, სადაც UFC-ს ლეგენდამ ქართველმა მერაბ დვალიშვილმა ორიგჯერზე დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება შეუძლებელია. ქართველმა მანქანამ ამჯერად შონ ომალი დააფინიშა. მერაბმა შონ ომალს, რომელიც თეთრი ბუს იმედზე იყო, ქამრის მოგების შანსი კიდევ ერთხელ მისცა. თუმცა მან ქართველს ვერაფერი მოუხერხა და მერაბმა ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა. დვალიშვილისთვის კარიერაში ეს მე-20 გამარჯვება იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ სრული დომინაციის და ბუს დაძინების შემდეგ ქართველი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს გაესაუბრა და პრეზიდენტთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ გამარჯვების შემდეგ ქართველმა მებრძოლმა ისტორიული მაჩვენებელი დააფიქსირა. UFC-ში მერაბმა ზედიზედ მე-13 გამარჯვება იზეიმა და ამ შედეგით ის ხაბიბ ნურმაგომედოვს, მაქს ჰოლოვეის, ჯორჯ სენ-პიერს, ჯონ ჯონს და დემეტრიუს ჯონსონს გაუთანაბრდა. ცნობისთვის UFC-ში მოგებათა სერიის საუკეთესო შედეგი ანდერსონ სილვას აქვს, რომელმაც 16 მოგება იზეიმა. ამ შედეგის გასამეორებლად დვალიშვილმა კიდევ 3 ბრძოლა უნდა მოიგოს. გასაუმჯობესებლად კი 4. საბმიშერით მესამე რაუნდში მოპოვებული გამარჯვება კი საღამოს საუკეთესო პერფორმანსად შეფასდა. გამარჯვების აღნიშვნის შემდეგ დვალიშვილმა ბევრ საინტერესო და ემოციურ თემაზე ისაუბრა. მე ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ. დღეს განსაკუთრებული დღე იყო. პროფესიონალური კარიერა აქ დავიწყე. პირველი ნაბიჯები აქ შეერთებულ შტატებში გადავდგი. ბევრი წლის წინ ეს ძალიან რთული იყო, მაგრამ დღეს ქამრისთვის ვჩხუბობდი. მისტერ პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც აქ იყო. ასევე ჩემი ქართველი ხალხიც აქ იყვნენ, ემიგრანტებიც. ყველას მადლობელი ვარ. ბევრ რამეში უკეთესი ვარ. ბრძოლის დროს მხოლოდ ერთ რამეზე ფოკუსირებული არ ვარ. ვიცოდი, რომ ომალი ტეიქდაუნისთვის მზად იქნებოდა და სტრაიკინგს მივმართე. დღეს ვრისკავდი და უფრო გახსნილად ვჩხუბობდი. საბოლოოდ საბრძოლო გეგმა იყო ასეთი: როგორც წავა ჩხუბი, ისე გავყვები. ყველაფრისთვის მზად ვიყავი. ნება მომეცით ერთი რაღაც ვთქვა. მოსამზადებელ პერიოდში სტერლინგი ძალიან დამეხმარა. მას სპარინგი დიდად არ უყვარს, მაგრამ კვირაში 3-ჯერ ვსპარინგობდით. იცით, ის ომალიზე 2-ჯერ უკეთესი იყო. მისი მადლიერი ვარ და დღეს ვუთხარი, რომ ჩემი ბონუსი უნდა გავუყო. დღეს შონი უკეთესი იყო. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ჩემი მოძრაობები წინასწარ იცოდა. ახლა კი 2 კვირიან შვებულებას ვიღებ და ერთი კვირით საქართველოში ნინა დრამასთან ერთად ჩავალ. შემდეგ აზერბაიჯანში და შემდეგ თოფურიას საგულ შემატკივროდ წავალ. ერთ დროს მეშინოდა, რომ UFC-დან გამაძევებდნენ, რადგან პირველი 2 ბრძოლა წავაგე. ახლა კი ამ ყველაფრის ძალიან მადლიერი ვარ. პატარა ქვეყნიდან ჩამოვედი და ჩემს მიზნებს მივაღწიე. ახლა ისტორიას ვწერ. ყოველს შრომას პატივს ვცემ. თქვენს გარეშე ჩვენ უბრალოდ მებრძოლები ვართ. ახლა ჩემპიონი ვარ და მინდა სულ დაკავებული ვიყო. მიყვარს ჩხუბი და მადლიერი ვარ. შემდეგი მოწინააღმდეგე პიოტრიანზე ვფიქრობ, მაგრამ არ ვიცი. რამდენიმე მებრძოლმა ეს დაიმსახურა, თუმცა გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ. ამას UFC წყვეტს. მე ყველაფრისთვის მზად ვარ. ნიუ-იორკში ბრძოლა სასიამოვნო იქნება. ნიუ-ჯერსიშიც კარგი იყო, მაგრამ მე ნებისმიერ ადგილზე ვიჩხუბებ. ბნელ ოთახშიც კი. ახლა ჩემს ქვეყანაში ხვიძავთ და ჩემს ბრძოლას უყურებენ. ისინი ძალიან ბედნიერები არიან. ვფიქრობ, ისინი აეროპორტშიც დამხვდებიან. ეს ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, დიდი მომენტია. როცა პატარა ვიყავი, მინდოდა ათლეტი ყოფილიყავი. გაჭირვებაში გავიზარდე. ტელევიზორიც არ მქონდა. არც შუქი იყო. ომი მძვინვარებდა. მაცივარიც კი არ მქონდა, თუმცა ამას აზრი არ ჰქონდა, რადგან შუქი გამუდმებით მიდიოდა. ახლა კი ყველაზე ბედნიერი ვარ. ეს ყველა პატარა ქვეყნისთვის мотиваცია უნდა იყოს. ჩემთვის უსაზრო мотиваციაა წარმოვადგენდე ჩემს ქვეყანას. მადლობა ყველას. საქართველოს მიყვარხართ, მალე შევხვდებით და რა ვიცი, მოკლედ დიდება უფალს გაუმარჯვოთ ჩვენ ქვეყანას. ბრძოლის შემდეგ, რა თქმა უნდა, კომენტარი გააკეთა UFC-ს პრეზიდენტმა დანა ვაითმა, რომელიც მერაბ დვალიშვილით გაოგნებულია. თუმცა ასევე საინტერესო იყო შონ ომალის მოკლე კომენტარიც. არ მეგონა ყველაფერი თუ ასე დასრულდებოდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ყოფნის შესაძლებლობა მომეცა. ყავს შვილები, 2 კვირის და 4 წლის. ასევე იდეალური ცოლი. მოუთმელად ველოდები მათთან დაბრუნებას. რა არის საჭირო მერაბის დასამარცხებლად? არ ვიცი. შონ ომალი 100%-ით ჯანმრთელი, ფიზიკურად და მენტალურად მომზადებული იყო. მერაბმა კი ის დააფინიშა. მერაბი თავის ზონაში ყველა დროის საუკეთესოა. ვფიქრობ, უმართან რემატჩი საინტერესო იქნებოდა. როდესაც ყველას 2-2-ჯერ მოუგებ, შენი მემკვიდრეობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება. ასე რომ ვნახოთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შემდეგი ჩხუბი მერაბს არა სენდჰეგენთან, არამედ ნურმაგომედოვთან ექნება. მერაბს ნათქვამი აქვს, რომ სურს 2025 წელს ქამარი 4-ჯერ დაიცვას. მე არასდროს ვეუბნები
გულწრფელი ვარს მებრძოლებს, რომლებსაც ხშირად ჩხუბი სურთ. ომალი მზედიზედ 2 სატიტულო ჩხუბი წააგო. ახლა მან უნდა დაისვენოს. შემდეგ კი მოვიდეს და გვითხრას რა გეგმები აქვს. მისთვის რამეს აუცილებლად მოვიფიქრებთ. დვალიშვილის და პანდოჟას ჩხუბზე კი არ გვიფიქრია. სანამ კითხვას არ დამისმევდით. მე ყველაფრისთვის მზად ვარ, თუ ეს ხალხს დააინტერესებს. თქვენ რას ფიქრობთ? რა არის საჭირო მერაბის დასამარცხებლად? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მანამდე კი მადლობა მერაბს ამ გამარჯვებისთვის და რა თქმა უნდა წარმატებები შემდეგ დაპირისპირებაში. ახლა კი დვალიშვილის ოჯახის ემოციები გამარჯვების შემდეგ. Parasiti mebzon, ცოტა რკინა ბეტონ, შეარჩიე შეტონ, ანერგები პროგრამა, საზადეკი შეზონ, შალავი ჩემებო, ასე ჯობსებო, ჯოჩები სულგამა, პარასიტი მებზონ, ცოტა რკინა ბეტონ, შეარჩიე შეტონ, ანერგები პროგრამა, საზადეკი შეზონ, შალავი ჩემებო, ასე ჯობსებო, ჯოჩები სულგამა. ბოლოს მოკლედ შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები მეორე ამხანაგურ შეხვედრას ქუთაისში კაბო-ვერდესთან ჩაატარებს. ეს შეხვედრა 8 საათზე დაიწყება. და აქვე დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. რა ანგარიშით დამთავრდება ეს შეხვედრა? აიში დაბრუნება, ესე ვთქვათ, თამაში ნაკრებისთვის. ძალიან კარგი არის, ჩემთვისაც მნიშვნელოვანი არის. ძალიან სასიხარულო არის ჩემთვის ამ ქალაქში თამაში და შევეცდებით ყველანაირად, რომ გულშემატკივარს ვაჩუქოთ კარგი თამაში და აუცილებლად გახარებულები გავუშვათ თამაში. გადაღლის ფაქტორი, ესე ვთქვათ, როდესაც ნაკრებში ჩამოდიხარ, უკვე მეორე ხარისხოვნად გადადის, იმიტომ რომ ჰენი ქვეყნის სახელით თამაშობ. მე აზრით პირველ რიგში სამწუხარო შტაბისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეკრება და ძალიან ნაყოფიერი, იმიტომ რომ ბევრი ისეთ ფეხბურთელს მიეცა შანსი და მიეცემა მომავალ თამაშიც, ვისაც ან არ ქონია პრაქტიკა, ან საერთოდ არ მეუღია ნაკრებში, სანაკრებო დონეზე თამაშებში მონაწილეობა და მგონია რომ ბევრმა ფეხბურთელმა ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი და ეს ძალიან წაადგება ნაკრებს იმისთვის, რომ კონკურენცია გაიზარდოს და სამწუხარო შტაბს, ასე ვთქვათ, სასიამოვნო თავსატეხი გაუჩინოს. პლუს რაც შეეხება ესე თამაშს რეგიონებში და არა მხოლოდ თბილისში, საქართველოს ნაკრები ყველასი არის და ძალიან სასიამოვნო არის, რომ რეგიონებშიც მაყურებლები მიიღებენ სიამოვნებას და ექნებათ საშუალება იმისი, რომ თავიანთ საყვარელ ნაკრებს დაუჭირონ მხარი პირდაპირ ესე ტრიბუნებიდან. პირადად ჩემთვის ეს ახდენილი სურვილი და ოცნება იყო, ბავშვობიდან ამაზე ოცნებობი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა მქონდა. რაც შეეხება იმას, თუ რა მომცა ამ შეკრებამ, ამ თამაშმა, ეს იყო ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა, უდიდესი გამოწვევა. მიხარია რომ მქონდა დებიუტი, ეხლა ვემზადებით მეორე თამაშისთვის და ვეცდებით რომ ჩვენი შესაძლებლობა მეორე თამაში წარმოვაჩინოთ. ორი საკმაოდ განსხვავებული გუნდი არის. ჩვენ ნახეთ რაღაცაები, კაბო-ვერდესთან როგორც ნიკამ განაცხადა, მაგრამ მე ვფიქრობ პირადად რომ ბევრად უფრო ტექნიკური და დინამიური გუნდი არის, ასე რომ ნახოთ რა იქნება. ბოლოს, რა თქმა უნდა, მადლობა მეოთხედას ამ შესანიშნავი ტრეკის გამოყენების უფლებისთვის. თქვენ კი თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ხილაკი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.